მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ, დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება, რამდენად ძლიერად ვიზიდავ მას. დღეს ვშლით ერთ პოზიციაზე, ასარჩევი პოზიციები დღეს არ იქნება, თუ გსურთ, გიყვართ ესეთი ვიდეოები, უყურეთ გაშლას ბოლომდე, თუ რა თქმა უნდა თქვენზე რეზონირდა. შეგახსენებთ, რომ უკვე ჩაწერილ ვიდეოებს შეგიძლიათ უყუროთ, ვიდეო თქვენზე იწყებს რეზონირებას მაშინ, როდესაც რთავთ უსმენთ და კავშირში არ არის ის საიტზე, როდის არის განთავსებული. ჩაიფიქრეთ ის ადამიანი, ვისაც გინდათ, რომ დღეს კარტმა გვიპასუხოს. შეგიძლიათ მისი სახელიც თქვათ, ვიზუალურად წარმოიდგინოთ და ახლა კი ვნახოთ. ტაროს პასუხები რას გვეტყვის, რამდენად ძლიერად იზიდავთ ამ პიროვნებას. დღევანდელი გაშლა დაიწყო ინფორმაციით პირველ რიგში, რომ დღეს ვინც მიყურებთ, უმრავლეს თქვენთაგანი ხართ ზოგადად ან ეჭვიანი, ან ახლა გაქვთ გარკვეული ეჭვები ამ პიროვნების მიმართ. ვისაც დღეს ვშლით, თქვენ ამ პიროვნების მიმართ განიცდით ძალიან დიდ ეჭვიანობის განცდას. არ გჯერათ მისი, ან გამუდმებით ეძიებით მას, ან ჩასაფრებული პოზიცია გაქვთ, რომ რაღაც შეეშალოს და თქვენი ეჭვი მართალი აღმოჩნდეს. თუ ესეთი განცდები გაქვთ ამ ადამიანის მიმართ, შეგიძლიათ დარჩეთ და ვიდეოს უყუროთ. დღევანდელი ფიქრები, აქ დაიწყო ინფორმაცია ჯერ დღევანდელობით, რა სიტუაციაც არის და რა თქმა უნდა გავიგებთ თავარ კითხვის პასუხს, მაგრამ აქ მოდის ძალიან მკაფიოდ ენერგია, რომ თქვენ გაქვთ ახლა ან კრიზისი ურთიერთობაში, ან თუ ურთიერთობაში არ ხართ, გაქვთ იმის ეჭვი, რომ ამ პიროვნებას მხოლოდ თქვენ არ მოსწონხართ, სხვაობით შეიძლება აინტერესებდეს, ან ყოფილ პარტნიორის მიმართ რაღაც ემოციას ბოლომდე გულიდან ვერ უშვებდეს და თვითონ ეს ადამიანი თითქოს აქტიურობს თქვენს მიმართ, მაგრამ თქვენვე ბლოკავთ მის აქტიურობას და არ უშვებთ. სადღაც ხვდებით ამ ადამიანს ფიზიკურად, სადაც მუდმივად გაჩვენებთ ეს პიროვნება თავის დაინტერესებას და ცდილობს, რომ მოგხიბლოთ. მის თვალებში იკითხება, რომ ძალიან იზიდავთ. ამაში დარწმუნებულებიც კი ხართ, უბრალოდ სხვა რაღაც გაინტერესებთ, უფრო გაინტერესებთ, რამდენად მხოლოდ თქვენ იზიდავთ, უფრო ესეთი შინაარსი წამოვიდა ამ გაშლაში. ამას ხვდებით, რომ ეს პიროვნება თქვენით დაინტერესებული, იმიტომ რომ შეუძლებელი არის, რომ ამას ვერ მიხვდეთ, ეს არ იგრძნოთ. ეს პიროვნება გიყურებთ, ყოველთვის უნებიანი მზერით, ეს პიროვნება ყოველთვის გიყურებთ, ესეთი ღრმად იყურება, ანუ რას ნიშნავს ეს? ანუ მისი მზერა არის ძალიან მეტყველი, როდესაც გხედავთ. ყურადღებას გაქცევთ. მასიდან გამორჩეული ხართ, თუ ერთად მუშაობთ, იქაც არერიდება სხვა ადამიანების თანდასწრებით, რომ ან კომპლიმენტი თქვას, ან მისი მზერა ყოველთვის არის გამორჩეული. ნამდვილად რომ დაფიქრდეთ, ესეთი ენერგიით დღეს თქვენს გარშემო სხვა ადამიანი არავინ არ არის, რომელიც ასე ღიად გამოხატავს თქვენთან დაინტერესებას. უბრალოდ აქ გაქვთ იმის მიზეზი, ან თქვენ გაქვთ ესეთი ეჭვიანი ბუნება, რომ ჯერჯერობით ამ პიროვნებას ვერ ეწყობით იმ კუთხით, რომ გაქვთ მის მიმართ ეჭვები.
ზოგიერთ თქვენთაგანი ფიქრობს, რომ მე ესეთი წარმატებული ვარ, შემდგარი ვარ, მატერიალურად მასზე მეტი ვარ და ხომ არ სურს ჩემი რესურსები, შეიძლება მას ფიქრობდეთ. ზოგიერთ თქვენთაგანი შემთხვევაში შეიძლება ფიქრობდეს, რომ მას ყოფილი პარტნიორი ან ცოლი ჰყავდა და მასთან რაღაც კონტაქტებს შეიძლება ხედავდეთ და ეს გაურკვევლობაში გაგდებდეთ. ან შეიძლება იყოს აქ მომენტი, რომ ვიღაც ქალბატონი მის ცხოვრებაში ანუ ხეშადერება, რაღაც გაქვთ გულში, რომ არ მოგწონთ ვიღაც ქალის ენერგია მის ცხოვრებაში. ზოგიერთ თქვენთაგანი შემთხვევაში შეიძლება მისი მშობელიც იყოს, ხო, დედის ენერგია ზედმეტად რაღაც გაკონტროლებული იყოს მისი მხრიდან, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის არის. რაღაც უშლის ხელს თქვენს ურთიერთობაში, ურთიერთობას რომ განვითარდეს. მისი დაინტერესება თქვენს მიმართ არის მაღალი, ძალიან დიდი, იზიდავთ ამ ადამიანს, რა თქმა უნდა, თქვენთან ურთიერთობის სურვილებში ამოდის, მაგრამ თქვენთვის ეს მიზიდულობა, მხოლოდ მიზიდულობაა და თითქოს ვერ ხედავთ ამ პიროვნებასთან სიმშვიდეს, თქვენ სიმშვიდეს ვერ გრძნობთ ამ პიროვნებასთან. ამიტომ შეიძლება ჯერ კიდევ ან აკვირდებოდეთ, ან რაღაცაში დროს უწელავდეთ, შეხვედრებზე უარს ეუბნებოდეთ, ან თქვენც არ იცით ამ ურთიერთობაში რა გინდათ, რატომ ვერ მიდიხართ ბოლომდე, ესეთი განცდები გქონდეთ. არ გინდათ რომ იჩქაროთ და თქვენი ნაჩქარევი გადაწყვეტილებით ან საბოლოოდ დაკარგოთ, ან ურთიერთობაში შეხვიდეთ და ემოციურად მასზე მიბმული გახდეთ. აქ ძალიან აბალანსებთ და განგებ დროს წელავთ. ან შეიძლება აძლევდეთ არჩევანს, თუ ნამდვილად მესამე ფაქტორი არსებობს და იცით, შეიძლება აძლევდეთ არჩევანს, რომ მე აქ ვარ, არსად არ გავიქცევი, მაგრამ თავისუფალი უნდა იყო იმისთვის, რომ ჩემთან კიდევ რამე სცადო. შეიძლება ეს მომენტიც გქონდეთ. გავიგეთ, რომ ამ პიროვნებას ძალიან იზიდავთ და მისი ბნება თქვენს მიმართ მაღალია, მაგრამ მოდი ვნახოთ რა იზიდავს მას თქვენში. თქვენი ქარიზმატულობა იზიდავს, რა თქმა უნდა, გარეგნობა, პირველ რიგში, თქვენი ვიზუალი, ჩაცმის სტილი, ან რაღაც ესეთი სამუშაო პროცესი თუ გაქვთ ერთად მუშაობთ, თქვენი გონებაც შეიძლება იყოს მისი, ასე ვთქვათ, დაინტერესების საგანი, მაგრამ ერთი ეგ იცოდეთ, რომ ამ პიროვნებას აქვს ესეთი შთაბეჭდილება თქვენზე, რომ თქვენ როგორც ხართ ასევე გამოცდილი ადამიანი, ძალიან გამოცდილი ადამიანი, ასევე ხართ ბავშვური ენერგიის და სუფთა გულის. ანუ ხედავთ, რომ თავს არავის დააჩაგრინებთ და თავს არავის მოატყუებინებთ, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიუხედავად თქვენი გამოცდილებისა, მაინც ბავშვური ენერგია და ბავშვური სუფთა გული გაქვთ შენარჩუნებული, რაც დღეს ან მისთვის არის იშვიათი, ან ზოგადად ხვდება, რომ ადამიანები უფრო ყალბები არიან, თქვენ ყოველთვის პირდაპირ ამბობთ იმას, რასაც გრძნობთ, ან გინდათ. თითქოს ანუ თავისუფალი ხართ, თითქოს ანუ ზედმეტი ნიღბებს არ ირგებთ, თითქოს ანუ თქვენთვის სულ ერთია, ვინ რას იფიქრებს თქვენზე, თუ რაღაც სიმართლე გაქვთ სათქმელი, იმას იტყვით. მაგრამ ეს ურთიერთობა როგორადაც არის მიმზიდველი და ვნებიანი და მაგნიტური, ასევე არის ტოქსიკური თქვენთვის.
რადგან აქ მის დაინტერესებას, მის ემოციებს, მის ვნებას გრძნობთ და იცით, რომ მისთვის ყველაზე სასურველი ადამიანი ხართ და ყველაზე მაგნიტური ადამიანი ხართ, მაგრამ გარემო ფაქტორები და ურთიერთობის ტიპი ან დღევანდელი მოცემულობა არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ შვიდად დაჰყვეთ ამ ვნებას და ამ ურთიერთობისგან ბოლომდე მიიღოთ სიამოვნება, რაღაც გულში ცუდად გაქვთ ჩარჩენილი ან ხვდებით, რომ ამ ურთიერთობას ბევრი უკუშედეგი მოჰყვება და თითქოს ამ ყველაფრისგან თავს იცავთ. მე დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ ყველას და რა თქმა უნდა, მომავალ შეხვედრამდე.